გამარჯობა, მოკლედ ბრუნდები შემდეგი ვიდეოთი და ამ ვიდეოში მინდა ვისაუბრო სერჯოფის საუკეთესო სუნამოზე ჩემი აზრით. ანუ არ მიყვარს ხოლმე ზოგადად, როდესაც ბევრი საუბრობს, რომ აი ეს საუკეთესო სუნამოა, მსოფლიოში საუკეთესო, ყველაზე გაყიდვადი, ყველაზე მოთხოვნადი, მაგრამ არ ვიცი, ვერსად ვერ ვიპოვით. ყოველ შემთხვევაში ბოლო პერიოდში ჩემს ვიდეოს, სადაც ვამბობ, რომ სხვა სუნამოს ვანიჭებ უპირატესობას სერჯოფიდან და არ ვახსენებ რიჩვუდს. არ მიყვარს ხოლმე. ანუ შეიძლება რა თქმა უნდა 2 წლის და 3 წლის შემდეგ რაიმე ახალი გამოვიდეს, შეიცვალოს იქ home anniversary მომწონს ძალიან, ამის გვერდზეც ვაყენებ Naxos-იც რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კარგი სუნამო აქვს სერჯოფს, მაგრამ როდესაც საუკეთესოზე მიდგება საქმე, არის, არ ვიცი, ამას გადაუნაწილებ, ალბათ top 3-ში შევიყვანდი და საქმეზე რომ მიდგეს დღეის და მოკლედ ბოლო პერიოდის მონაცემებით ჩემთვის არის ჩემი გემოვნების მონაცემებით გულისხმობ ნომერ პირველი. ალბათ უფრო ამას მივანიჭებდი პირველ ადგილს. მიუხედავად იმისა, რომ Naxos-იც ძალიან მომწონს, Tony Iommi-ც, იქ Pico-Vaya Dama, Fortino-ც, მოკლედ ძალიან ბევრი და მაგარი სუნამო აქვს, მაგრამ აი არჩევანი რომ მომწე, ალბათ ამას ავირჩევდი. ეს უკანო სუნამოები რაც არის, ეს ისე მილაგია უბრალოდ. მაგებს არ ავწერთ. დღეს მოვიდა პაკეტი და უბრალოდ ესე ჯერ არ ამომილაგებია. და შევეხოთ ახლა უფრო ახლოს დეტალებში ამ სუნამოს. ჩემთვის დღესდღეობით ნომერ პირველ სერჯოფს. ერთი კომენტარი მქონდა რომ სერჯოფს ნუ ამბობო, 2 ვიდეოს წინ დამიკომენტარეს Torino 21-ის ვიდეოზე. სერჯოფანის მგონი ასე გამოითქმება იტალიურად სწორად, მაგრამ ანუ ჩემთვის დიდ როლს ეს არ თამაშობს. ყველა 99% სერჯოფი არ გამიგია, რომ ანუ იტალიაში მე არ ვცხოვრობ, არც ყოფილი ვარ და ვისთანაც შეხება მაქვს უცხოენოვან და ანუ ინგლისურად ვინც ლაპარაკობს და ვინც გერმანულად საუბრობს, ვარ სხვადასხვა ჯგუფებში და ანუ მე არ გამიგია ყოველ შემთხვევაში რომ სერჯოფს ამომდნენ. არის Louis Vuitton-ზეც, Imagination-ზეც, არ უნდა ვამბობდეთ მაშინ Imagination-ს, იმაგინაციონ უნდა ითქვას ფრანგულად, მაგრამ ასე სათითაო დეტალებში ნამდვილად ვერ შევალ, ამიტომ ვისაც ცუდად გვხვდებათ სერჯოფი ყურში, ან ნუ უყურებთ, ან ნუ გაითვალისწინებთ ამას. მოკლედ, სუნამო არის, არ ვიცი, აი თავიდან ცოტა აი ესეთი ბაბუების სუნი და რაღაც ბებიების სუნსთან აიგივებენ, რაღაც ძველმოდური ნოტები აქვს, რაღაც თითქოს 1950-60-ან წლებში რომ სუნამოები იყო, ყველა თითქოს რაღაც ერთ ნოტაზე რომ მიდიოდა, მაგრამ აი არის თანამედროვე რა. არის იწყება მანდარინის ქერქით, აი ეს მანდარინი საკმაოდ კარგად დავისხავ ერთი წამი. საკმაოდ ძლიერად ჭირს ეს ნოტა, ან დომინანტურია. აი არ ვიცი, მე მაგიჟებს ეს სუნამო. თავიდან ცოტა ისე ვიყავი განწყობილი, დიდი არაფერი მეთქი, მაგრამ ისე შემიყვარდა ეხლა დროთა განმავლობაში. ანუ სარეკლამო ვიდეოებს არ არის, არ ვაქებ. სერჯოფთან არანაირად არც ურთიერთობა მაქვს, ვერც მექნება ეხლა ლოგიკურად, იმიტომ რომ სერჯოფისთვის ეხლა ასურო 10 მილიონი გამოგწერი ყავდეს, სავარაუდოდ არ დაინტერესებდება სერჯოფი მაგით, იმიტომ რომ უდიდესი ბრენდია. ამიტომ ჩემთან გამორიცხულია მათი ურთიერთობა, რომ არავინ ჩათვალოს ეს რეკლამაში, არანაირ მოგებას მე არ ვნახულობ, უბრალოდ ჩემი აზრია. მოკლედ იწყება ბერგამოტით არის, გრეიპფრუტით და მანდარინის ქერქით, თუმცა მანდარინი უფრო ჩემი ცხვირისთვის ყოველ შემთხვევაში უფრო დომინანტურია. სასწაული გახსნა აქვს. ვიღაცას რა თქმა უნდა შეიძლება არ მოეწონოს და სავარაუდოდ შეიძლება ბევრს არ მოეწონოს, იმიტომ რომ ძალიან სპეციფიური სუნამოა, მაგრამ არ ვიცი, მე მიყვარს. ამიტომ აუცილებლად დასატესტია და ისე უნდა იყიდოთ. შუაგულში შემოდის მე ვარდი გვაქვს. ვარდიც საკმაოდ ლაითად, ოღონდ ჩემთვის, ანუ შეიძლება ვიღაცამ უფრო კარგად ამოიკითხოს ამ ნოტებში. ვარდი და შემდეგ ბოლოში არის ცოტა საინტერესო ბაზა, იქ პაჩული, მუშკი, ამბრა და ვანილია. ვანილიც საკმაოდ კარგად იგრძნობა და გვაქვს 2 ქიმიურად შექმნილი ნოტა, კუმარინი და ლაბდანუმი. ეს ლაბდანუმი არის უფრო ბალზამურ ფისოვანი ნოტა, სადაც ისეთ სუნამოებში როგორც არის გრანცოა და რაღაც აი მაგისკენ გადაყავს.
ეს ფისოვანი სუნამოები და უფრო რაღაც სცენარეს განასახიერებს, როგორც ვიცი, რომელიც სადღაც აი შრალ ადგილებში იზრდება, ეს ქვიანი მიწები სადაც არის. ნამდვილად არ ვიცი ახლა ეს სცენარი არ მქონია შეხება, მაგდონეზე ვერ ვარ ჯერჯერობით, რომ ეს სათითაოდ ნოტებს ვდიო და ცალკე შევიცნო როგორი შეღერადობა აქვს, მაგრამ რაც ინფორმაცია მაქვს მოძებული, ასეთი რაღაცა უნდა იყოს, წარმოდგენა რომ მქონდეთ და ეს კუმარინი რაც შეიქმნა, ეს საკმაოდ დიდი ხნის არის, რაღაც 200 წლამდე ამგონი 1800 რომელიღაც წელს, 70 წელს თუ რაღაც შექმნეს ქიმიურად, ეს სინთეტიკური ნოტაა და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხა რაღაც ქიმიური ჟღერადობა აქვს ამ სუნამოს, ძალიან ბევრ სასწაულ სუნამოებში იყენებენ ქიმიურ ნოტებს და ბევრად ორიგინალ ნოტებზე, ანუ სადაც ცოცხალი ნოტებია გამოყენებული, ხშირად ისე ხდება თანამედროვე პარფიუმერიაში, რომ ეს ქიმიური ნოტები უფრო თითქოს ცოცხლად არის გადმოცემული. ანუ არანაირი მინუსი ეს აღარ არის თანამედროვე პარფიუმერიაში. მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში და ბევრი ასე ფიქრობს. ბევრში ვგულისხმობ ასევე პროფესიონალ პარფიუმერებს, თვითონ მათი გადმოცემიდან ვიცი რა თქმა უნდა და თუნდაც რა ვიცი, ბევრი პარფიუმერი რო ლაპარაკობს და რაღაც ადამიანი თუ ენდობა ცნობილ პარფიუმერს, მისი აზრი მაქვს გათვალისწინებული და მათი მჯერა, თორემ მე ხა ქიმიაში დიდად ვერ ვარ ჩახედული, არ ჩემი ლაბორატორია არ მაქვს, ამიტომ ანუ ესე 100%-იან ვინც ძალიან გადაკიდებულია ფაქტებზე და შეიძლება რაღაც ფაქტებს გამოეკიდოს, რომ ეს ასე არ არის, კი ბატონო, ხოლო ჩემი აზრი არაფერს არ ვადასტურებ ამ ვიდეოებით, უბრალოდ რაც გაგონილი მაქვს, რაც მე მჯერა, იმას გადმოგცემთ. და ამ კუმარინზე ვლაპარაკობდით, დიდი ხნის შექმნილია და ესეც რაღაც სცენარეული ნოტაა, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, უბრალოდ გამოიყენეს და მიახლოებულია აი ტონკას ლობიოს სტილში რაღაც ჟღერადობა უნდა ქონდეს. საბოლოო ჯამში მიუხედავად იმისა, რომ ესე კონკრეტულად ხის ნოტები არ გვაქვს ამ სუნამოში არის საკმაოდ ასე ვთქვათ, უფრო ხის ჟღერადობა გამოდის და ესეთი რაღაც სპეისი სუნამოა, ცოტა ტკბილი, უფრო ციტრუსოვანიც რა თქმა უნდა, ბევრი ციტრუსის ხარჯზე, რომელიც შემდეგ გაყვება კიდეც და მოკლედ საკმაოდ საინტერესო კომპოზიცია გამოვიდა. არ არის ესეთი საშინლად მძაფრი, რა თქმა უნდა, სუნამოს დატესტო არ ხდება, რომ დაიპყრო და ეგრევე ფურა მძაფრია, ეგრე ყველა სუნამო მძაფრია და თუნდაც დეოდორანტი რო დავისხოთ მინიმალური ჟღერადობით, ანუ მინიმალური პარფიუმის ზეთის შემცველობით, სადაც არ ვიცი რამდენი პროცენტი ახლა ვერ გეტყვით, მაგრამ თითქმის არაფერი არ არის. შეგნით ისიც კი საკმაოდ მძაფრია. ალკოჰოლის ხარჯზე რა თქმა უნდა, რაც მეტი ზეთი გვაქვს, უფრო ნაკლებად გვირტყავს ცხვირში და უფრო ნაკლებად მძაფრია. ბევრს პირიქით გონი. მოკლედ, ეს სუნამო ჩემთვის არის ნომერ პირველი. რაღაც ბევრი აფასებს, აი თითქოს ადამიანი რო პარალელებს რომ ავლებენ ხოლმე. მე ხა დიდად არ ვიცი, სუნამოსთან რა პარალელი უნდა გავავლო ადამიანი, რომ ამბობენ ხოლმე ეს სუნამო ისე ჟღერს, რომ თითქოს ამ ადამიანს 20 ფერარი უყენია სახში და რაღაც ეგეთი სუნამოთი ეგრე რა ვიცი. ეს არის უბრალოდ მარკეტინგი და რეკლამა, მაგრამ ბევრი თითქოს აი რაღაც თითქოს ფულის სუნი აქვს ამ მომენტ და შეიძლება რაღაც მინიმალური უფრო რაღაც ასოციაცია გაგიჩნდეთ. ესეც უნდა იცოდეთ წინასწარ, რომ სავარაუდოდ დაუკავშიროთ აზროვნებით ეს რაღაცა არ ვიცი როგორ ვთქვა დავწერო, ფულის სუნი ახლა ესე არა აქვს, ფულის ნოტები და რაღაც, მაგრამ თითქოს აი არ ვიცი რატომ ჩამოყალიბდა ეგ აზრი ხალხთა შორის, მაგრამ რამდენიმე ადამიანის აზრი გამიგია, რომ აი თითქოს ეს ფულიანი რაღაც საფულის და სუნამოს სუნი ერთად არ მოკლედ პატარა რაღაცა არის რა, მოკლედ პარალელი შეიძლება გაავლოს ადამიანო, მაგრამ ესე არავინ არ იტყვის, რომ რაღაცა კუპიურების სუნი აზდის. სისულელად მიმაჩნია, უბრალოდ რაღაც შეიძლება პატარა გადაკრავდეს, მოკლედ ესეთი. შეიძლება დამალული აზრიც არის პარფიუმერების, მაგასაც ვერ ვიტყვი ნამდვილად. ასე რომ შლეიფი საკმაოდ საშუალოზე მაღალია, მაგრამ არ ყვირის. ზაფხულში დასხმად სავარაუდოდ 1-2 მიბკურება შეიძლება, იმიტომ რომ ცოტა ძლიერი სუნამოა რა თქმა უნდა, მაგრამ შლეიფი რომ არ ყვირის უკვე კარგია, მდგრადობაც საკმაოდ მაღალია, 10 საათამდე
ჩემი აზრით ძლებს კანზე და ჩემს კანზე ყოველ შემთხვევაში. ფასი რა თქმა უნდა Xerjoff-ის ყველაზე ძვირი ხაზია, ეს Tone Label. ძვირიანის უნდა მოვა რა თქმა უნდა სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ ვერ გეტყვით. დასატესტი აუცილებლად ასე ბრმად გამოწერა რა თქმა უნდა. უმრავლესობას არ ურჩევ, არიან რა თქმა უნდა ჩემნაირად გამონაკლისები, ვინც ზუსტად იმაში ღებულობს თითქოს იმ ადრენალინს და სიამოვნებას, როდესაც არ იცის სუნამო როგორ ჟღერს და საერთოდ არასდროს არ დაუტესტავს და მოდის პაკეტი გახსნის დატესტავს, რაც არ უნდა იყოს. ანუ პირველადი აზრი შენ თვითონ რო გიყალიბდება ადამიანს, რა თქმა უნდა ძვირია, მაგრამ არიან ასეთი გამონაკლისებიც, ანუ იცი რამდენად დადებითი ან უარყოფითია ეს ამბავი, მაგრამ თუ არ გენანებათ და თუ მე ყოველთვის გირჩევდით რომ იყოთ მაშინ სკეპტიკურად განწყობილები, ჩათვალეთ რომ ცუდი სუნამო უნდა გამოიწეროთ და უბრალოდ გაინტერესებთ და რომ მოვა, რა თქმა უნდა, მე იმაზე უარესი აღარ მოხდება. ცუდი თუ გაქვთ გათვლილი, შეიძლება ბედნიერებიც გახდეთ იმას, რომ რა მაგარი სუნამო გამოვიწერე, ცუდს ველოდებოდი და რა კარგი ჩამოვიდა. ამიტომ არ უნდა გქონდეთ იმის იმედი რომ რაღაცა სწავლი იქნება, მე ბევრს იმედები უცრუდება და არ ჩამოდის ისეთი რაც წინასწარ წარმოუდგენია და ამიტომაც არ გირჩევდით უბრალოდ ნერვებს მოიშლით. სუნამო ჩემთვის 10-დან 10, Xerjoff-დან ყოველ შემთხვევაში. ზოგადად ყველა სუნამოს თუ შევადარებთ, ავიღებთ რასაც მე ვიცნობ 9-9.5 მაინც დაუწერდი 10-დან. ყველაფერი იდეალურად არის ჩემი აზრით. უბრალოდ არის აი ეს პრობლემა, რომ შეიძლება გარშემო ყოფებს სამწუხაროდ, ვინც ანუ მიჩვეულია ახლა ეს მარკეტინგულ სუნამოებზე, ლუქსზე, რომელიც თითქმის 100%-ს მოსწონს გარეთ. არ ვიცი, აი მაგ კატეგორიას შეიძლება ცოტა ნაკლებად მოეწონოს. ანუ ეგ უნდა გაითვალისწინოთ სავარაუდოდ. კომპლიმენტები ჩემთვის ახლა ზოგადად ბევრ სუნამოს არ მოაქვს, ეს უცხო ხალხისგან. შინაური ამაზე მქონია, მაგრამ უცხო არ ყოფილა ის ადამიანი, ძალიან მაგარი სუნიაო მითხრა. ზოგადად და ისე ვერ გეტყვით, რომ ასე კომპლიმენტებს დაგაყრიან. მე არ მაყრიან ყოველ შემთხვევაში, შეიძლება ჩემზეც არის, მაგრამ არ ვიცი. მაგაში ვერ დავდებ და ვერ დაგარწმუნებთ, რომ უეჭველი კომპლიმენტების გამო თუ ყიდულობთ, რომ ეს გაამართლებს. თუმცა სავსებით შესაძლებელია. მოკლედ, ბევრი ვილაპარაკე მგონი, ფასი მაღალია, სუნამო ძალიან მაგარია, აუცილებლად უნდა იყოთ სავარაუდოდ ნიშეს მოყვარული, თორემ ალბათ იმედგაცრუებულები დარჩებით. ესევე პირველი სუნამო ეს არ უნდა შეიძინოთ ჩემი აზრით, თუ ადამიანი ახლა იწყებს პარფიუმერიაში შემოხედვას, არანაირად არ გირჩევდით პირველივე ამ სუნამოს შეძენას. დანარჩენი თუ მოგწონთ ისეთი სუნამოები, როგორც მაგალითად Grand Sua, იქით Home Anniversary, იქით Pico-Wire Dama, იქით რა ვიცი, Nazomato სუნამოები თუ მოგწონთ. აი ასეთი ცოტა განსხვავებული, ცოტა უხეში და ცოტა ესეთი თავხედი სუნამოები ასე ვთქვათ, რომელიც ყველას არ უნდა მოწონდეს, მაგათი ფანი თუ ხართ, აუცილებლად საკიდელი და დასატესტია. დანარჩენი მგონი ძალიან რომ აღარ გაგვიბრძელდეს. შემდეგ ვიდეომდე დაგემშვიდობებით. მადლობა ყურადღებისთვის და დროებით.